ჰალკ, რატომ ხარ აქ ჩაკეტილი? არ გამოვალ. რატომ იქცევი გოგოსავით? მტირალა ბავშვი ხარ? შენ ხარ მტირალა ბავშვი. არაწყენებული ხარ, რომ შენთან ერთად სპორტ დარბაზში არ წამოვედით? არა, მშობლებს სპორტულ სკოლაში გადავყავარ. კამპუსში სწავლას მე ვეღარ შევძლებ. და ჩვენი რა ბრალია ეს? ჩვენ შენთვის ცუდი არაფერი გაგვიკეთებია. წადით, ახლა არავის ნახვა არ მინდა. კარგი, მაშინ ტუალეტში დარჩი და გააგრძელე გოგოსავით ტირილი. მოდი, წავიდეთ, მეგობრებო. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ის გუნდიდან უნდა გაგვეგდო. ბიჭებო, ჰალკს სერიოზული პრობლემა აქვს. ის ვეღარ შეძლებს კამპუსში სწავლას. ხარი უნდა დავუჭიროთ. კი, გეთანხმები, ჩვენ მას ხარი უნდა დავუჭიროთ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას ხარი უნდა დავუჭიროთ. მოდი, წავიდეთ. კარგი ბიჭებო, დავუშვიდდი. სად ხართ? ჰეი, მეგობრებო, სად ხართ? უბრალოდ ხუმრობდი. თქვენ ჩემი საუკეთესო მეგობრები ხართ. ჰეი, სად არის ყველა? მასწავლებელი მაქსიც კი არ არის. ისინი ალბათ ისევ დაიმალნენ. ჰეი, ეს უცნაურია. ჰეი, გოგონებო, თქვენს გასახდელში შემოვედი. არ ვიყურები, ვფიცა ვარ. და გოგოებიც არ არიან. სად წავიდა ყველა, რა ხდება? ბიჭებო, სად ხართ? აღარ ნერვიულობ, გეფიცები, გამოდით. ბიჭებო, სად ხართ? სად წავიდნენ ჩემი საუკეთესო მეგობრები? ეს რაღაც ხუმრობაა? ჰალკ, გვიყვარხარ. ვაუ, უჰუ, უჰუ. მეგობრებო, ცუდი ამბავი მაქვს. მშობლებს სპორტულ სკოლაში გადავყავარ. და კამპუსში სწავლას მე ვეღარ შევძლებ. ყველანი მომენატრებით ძალიან. ოუ, ჰალკ, უბრალოდ ნუტირი. ხო, მაგარი ბიჭები არ ტირიან. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ჰალკი ჩემი საუკეთესო მეგობარი. მე ჰალკი არ მომენატრება, რადგან ერთხელ მან კარადაზე შემომსვა. კი, მახსოვს. და გახსოვს რატომ გავაკეთე ეს? რა თქმა უნდა მახსოვს. ოუ, დროზე მომეცი. წიგნები, გუფი, დროზე გაანადგურე ისინი. ახლავე, განზე გაიწიე. ჯანდაბა, მეტკინა ეს. რა გააკეთე? რატომ გადამიგდე წიგნები ფანჯრიდან? გუფი, შენ ნამდვილი გიჟი ხარ. იდიოტები. ჯანდაბა, ძმაო, არ გვინდოდა, იმედია რომ არ გაბრაზდები. შენ უსიამოვნებაში ხარ. ჰალკს მოვარტყით, წავიდეთ აქედან. მორჩა დილან, უკვე ზედმეტი მოგივიდა. ჰალკ, ეს გუფი იყო. რატომ მატყუებ? ფანჯარასთან შენ დაგინახე, ასე რომ შენ იყავი ეს. მოდი ვისაუბროთ როგორც ცივილიზებულმა ადამიანებმა, კარგი? დამეცალე გზიდან ლუზერო, თორემ შენც მაგრად მოგხვდება. კარგი, სწრაფად კარადასთან მიდი. ჰალკ, რატომ შემომსვი ამ კარადაზე? მე მეშინია სიმაღლის. არ მაინტერესებს. მთელი დღე აქ იჯდები და შენ საქციელზე იფიქრებ. შენც ხო არ გინდა იქასვლა? არა, შენ? არა. შენ გინდა? არც მე. სულელო. მე ჰალკთან დაკავშირებული ყველაზე სასაცილო მომენტები მახსოვს. მამას მანქანა მასთან ერთად მოვიპარე. ოუ, ეს შესანიშნავი იყო. პირველად ვიპარავ მანქანას. ღმერთო, ეს მაგარია. წარმოიდგინე ბიჭების სახეები, როცა კამპუსში ამით დაგვინახავენ. მე დავჯდები საჭესთან. ჰალკ, რატომ? იმიტომ რომ შენ ლიცენზია არ გაქვს, მე კი მაქვს. თუ პოლიცია დაგვიჭერს, მამა შენს დაურეკავენ. შენ იცი ეს რასაც ნიშნავს. კარგი, მაშინ შევიცვალოთ. ჰალკ, შენ საერთოდ იცი მანქანის მართვა? უბრალოდ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პორშეს კაბრიოლეტით მოძრაობ. კარგი, წავედით.
იცი რა მაგიზიანებს ყველაზე მეტად? ბოდიბილდერები. რატომ? სწორედ ამიტომ. ჰოდა მე მაგრად მოვარტყი მას. ოუ, ბენს, შეხედე, ჰალკი შენს ლორას ხელით ატარებს, ღმერთო ჩემო. ის ჩემს ლორასთან დაკავშირებას ცდილობს, იდიოტი. გინდა იმ ბოდიბილდერ ჩემი ჯოხით დაველაპარაკო? ბეისბოლის მოთამაშეს მიეცი საშუალება დაელაპარაკოს მას. კი დაგ, წადი და აჩვენე მას. უყურეთ და ისწავლეთ ბიჭებო. ძალიან მაგიზიანებს, როცა ის ბიჭებს გვეძახის. ძალიან. ჰეი ჰალკ, ან რაც არ უნდა იგერქვას, იქნებ ადამიანიობობა ხარ? ჰალკ, გონი შენ გელაპარაკება. ლორა დამელოდე? მოგვიანებით გავაგრძელებს. რა გინდა? მე არაფერი, მაგრამ შენ სხვა ბიჭების გოგოებს აწუხებ, ასე რომ ჩემი ჯოხი გეტყვის სათქმელს. სხვადასხვის გაიცანი, ეს ბუმბუმია. იცი რა, ბეისბოლისტო? აიქე შენი ჯოხი და უხეშობა საჭირო არ არის. ოუ, ავაცილე, ხელახლა ხომ არ ვცადო? ჩანდაბა სამწუხაროა რომ ააცდინა. სხვა შემთხვევაში ჰალკისგან მხოლოდ ძვლებიღა დარჩებოდა. როგორც ჩანს ჰალკს ეს არ მოსწონს, ის ბრაზდება. გთხოვ, არა, ძალიან გთხოვ, არ გინდა. ის ახლა ძალიან შეშინებულია. ჰალკ, მე შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება როგორ დამიმტრუიე ტელეფონი და როგორ დამიხიე საშინაო დავალების რვეული. ჰალკ, ეს ტელეფონი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ნაის, რატომ ნერვიულობ ასე? მენდე რა? უფ, ცოტა ზედმეტი მომივიდა. ჰალკ, შენ იცი რაც უნდა გაუკეთო მას. კი, ვიცი, ის მე ნაწილებად უნდა დაუჭრა. ჰალკ, არ გაბედო, ეს მაგარია ნაის. ბიჭებო, ჩვენი დევიზია მაგარი ბიჭები საშინაო დავალებას არ ასრულებენ. ჰალკ, რა ჩაიდინე? წებოთი შეაწებე. როგორ აპირებს ის ამის გაკეთებას? მიდი, წებოთი შეაერთე. კარგი, წებოთი შევკრავ. ესეც ასე. კარგი, ნაის. ეს ყველაფერი უბრალოდ გასართობი იყო. სულელო. ასევე მახსოვს, როდესაც პირველად მოვედი კამპუსში და ჰალკმა ადგილიდან ამაგდო და მე არასოდეს დამოვიწყდება ისიც, რომ მისი მარცხენა ხელი მარჯვენაზე ძლიერია. მისმინე, რამე ხომ არ აგერია? ეს ჩემი ადგილია. შენი იყო, ახლა ჩემია. ახლა აქვსი ვარ, ბუშტმა მომიყვანა მე აქ. მოდი გავარკვიოთ ეს ყველაფერი. ბუშტო, რა ხდება? მეგობარო, გეფიცები, თვითონ დაჯდა ის აქ. იცი, რა არის ჩემს მარჯვენა ხელზე უფრო ძლიერი? რა? მარცხენა ხელი. გასაგებია? კარგი. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ჰალკი კამპუსს ტოვებს. ის ჩემს გოგოს ხვდებოდა და ახლა ვეღარ შეხვდება. ჰალკ, შენ ძალიან კარგად კოცნი. იმიტომ რომ მე პროფესიონალი ვარ. მახსოვს, როდესაც ჰალკი მინდის ქვედა ბოლოს სიგრძის გაზომვაში დაეხმარა. მართლა? კი? ვაუ! შენ ყველაზე მოკლე ქვედა ბოლო გაქვს. 27 სანტიმეტრი. 27 სანტიმეტრი? მას შეეძლო კამპუსში ქვედა ბოლოს გარე შემოსულიყო. მადლობა რჩებისთვის, შემდეგ ჯერზე ასეც გავაკეთებ. კარგი ჰალკ, გაბის ქვედა ბოლოს გაზომვა არ გჭირდება. ისედაც აშკარაა, რომ მოკლეა. მენდი, ყოველი შემთხვევისთვის მაინც გავზომავ ამას. კი, მართლა მოკლეა. კარგით, გოგოებო, ყველანი ჩემს შავ სიაში ხართ და შენც ჰალკ. მენდი, რატომ მე? იმიტომ რომ ასე მინდა. მე კიდევ ერთი რამ მახსოვს, მეგობრებო, ჰალკზე და კამილზე. სერიოზულად? კი?
და რა გახსოვს მენდი? სწორედ ეს. კარგი, კამილ, აბა როგორ ხარ? კარგად ვარ. მინდა და მეთქო. ო, არა. რა ჯანდაბა? ღმერთო ჩემო. მეგობა რომ ესმის რომ მენდი ყველას გძულს, მაგრამ რატომ დაარტყი მას მუშტი? ჰა? ჰალკ, მე ძალით არ დამირტყია. პირდაპირ ჩემს მუშტს დაუდგა წინ. ვიტყვი რომ მე არაფერი დამინახავს. კარგით მეგობრებო, უნდა წავიდე. ავტობუსი 10 წუთში გადის. ახალ სპორტულ სკოლაში დაგვიანება არ შეიძლება. წავედი. მეგობრებო, რატომ ძიხართ აქ? წამოდით გავაცილოთ. მეგობრებო, ყველანი მომენატრებით, ყველანი ძალიან მიყვარხართ და კამპუსი ერთი დიდი ოჯახია. ნახვამდის.